ჩვენ გქონდა შეხვედრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო ურთიერთობათა საკითხებში. წარმოდგენილი იყო საქართველოს პარლამენტის მხრიდან ყველა პოლიტიკური ჯგუფი და გქონდა, როგორც ნახეთ, საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა, საუბრეთ, რა თქმა უნდა, ევროპულ პერსპექტივაზე. საუბარი იყო ერთის მხრივ იმაზე, თუ რომ საქართველოს მნიშვნელოვანია რომ რეკომენდაციები შეასრულოს და მეორეს მხრივ ჩვენგან საუბარი იყო იმაზე, რომ მნიშვნელოვანია რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება იყოს დაფუძნებული დამსახურებაზე და იყოს სამართლიანი. ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, ასევე რეგიონში არსებულ სიტუაციაზე, უსაფრთხოების მხრივ ხაზი გაუსვით, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის რომ ახლა მაინც ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში ნაცვლად სხვადასხვა ტერმინოლოგიისა აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით ტერმინი ოკუპაცია დამკვიდრდეს, ვინაიდან მნიშვნელოვანი არის რომ ყველაფერს დაერქვა საკუთარი სახელი, სამწუხაროდ დღემდე ევროკავშირის დოკუმენტებში ოკუპირებულ რეგიონებად არ მოიხსენიება საქართველოს ტერიტორიის ეს ნაწილები და მნიშვნელოვანი არის რომ ამ მხრივაც ჩვენ ვიგრძნოთ ევროკავშირის მხრიდან სათანადო შეფასება საკითხებს. ვფიქრობ რომ თავარი რაც არის და მინდა მათ შორის ოპოზიციის მხრიდანაც იყო საკითხი დასმული კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით თავის მხრივ, ამავე დროს ეგრეთ წოდებული ტერმინოლოგიური გამიჯვნა ხალხისა და ხელისუფლებისა და მცდელობა, რომელიც ჩვენ გვესმის სამწუხაროდ საქართველოში რადიკალური ოპოზიციისგან და სამწუხაროდ ზოგიერთი ევროპარლამენტარისგან და ევროპელი პოლიტიკოსისგან მნიშვნელოვანია რომ ამ შეხვედრაზე ხაზი გაესწრო, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ევროკავშირისთვის ასეთი დამოკიდებულება, რაც შეეხება გამიჯვნას ხალხისა და ხელისუფლების, ხალხი, ხელისუფლება, ქვეყანა, ეს არის ერთიანი ორგანიზმი და თუ კი გადაწყვეტილება მიიღება ქვეყნის მიმართ, მიიღება სწორედ ამ ერთიანი ორგანიზმის, ხალხის, ხელისუფლების მიმართ, რომელიც წარმოადგენს საბოლოო ჯამში ჩვენს ქვეყანას. ჟოზეფ ბორელის პოზიცია თავისთავად ერთნაირი არაფერი ხალ ოპოზიციის მხრიდან განსაკუთრებული ისეთი აღთქმა, რაც გარეთ არ ამბობს, ან ჩვენ მხრიდან ისეთი აღთქმა, რაც გარეთ არ ამბობს. ეს არის მე სხვადასხვასაც მithქვამს და ამაში ვწუნდები. ხომ ეს არის როგორ ლობირებს ოპოზიციის რადიკალური ნაწილი კანდიდატის სტატუსს. მათი ლობიზმში იგულისხმება და ამ შეხვედრაზე გამოჩნდა, რომ ისაუბრონ, რომ ჩვენთან არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, ითქვა, მაშინ როდესაც გუშინ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნიკამელიას საკითხს, რომელიც გახსოვთ, ხო, რა აჟიოტაჟი იყო, მათ შორის ზოგიერთი დიპლომატი, ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსი, როგორ თავს ესხმოდა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას და გუშინ აი ამ ყველაფრის შემდეგ მოვისმინეთ, რომ არანაირი პრეტენზია ნიკამელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით არ არსებობს. ამავე დროს ოპოზიციის ნაწილი აგრძელებს საუბარს, რომ არის პოლიტიზებული მართლმსაჯულება და ოლიგარქია ასე შემდეგ და რა თქმა უნდა, უბრალოდ ბოლოს სტანდარტული ტექსტით ასრულებენ, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, რომ არ ვარგა ჩვენი ქვეყანა, არ ვარგა ჩვენი სასამართლო, არ ვარგა ჩვენი პოლიცია, არ ვარგა ჩვენი არაფერი არ ვარგა ამ ქვეყანაში, მაგრამ მოგვეცით სტატუსი. არ ვიცი ეს რა ვის უნდა მოატყუონ, რომ ეს რაიმე ლობიზმია საერთოდ, როდესაც ადამიანს ეუბნები, რომ ეს არის უვარგისი ქვეყანა, მაგრამ რაღაც ლამაზი თვალების გარემო უნდა მოგცენ სტატუსი თუ რა. მნიშვნელოვანია რომ ამაზე შეიძლება რა კითხვას ისწორ, თუ შეიძლება ბატონო შალვა, შეხვედრას რო დავუბრუნდეთ, თქვენ აღნიშნეთ, რომ ერთი წუთით რა შეხვედრაზე რო დავუბრუნდეთ, თქვენთვის რომ მოისმინეთ, რომ მიუღებელია ხალხის და ხელისუფლების გამიჯვნა. ეს კონკრეტულად ჟოზეფ ბორელისგან მოისმინეთ და რა გითხრათ აი ამ მიმართულებით რო გითხრათ, ანუ ხალხის და ხელისუფლების გამიჯვნაზე რა გითხრათ ჟოზეფ ბორელმა. ეს არა მხოლოდ ერთი ადამიანის ეს საღი აზრის მომენტი არის, როდესაც ამაზე ვსაუბრობ და რა თქმა უნდა დიახაც ამაზე იყო საუბარი, რომ როდესაც ხდება გამიჯვნა ევროპარლამენტარების მხრიდან მაგალითად ხელისუფლების და ხალხის, რომ ეს არის მათი კერძო მოსაზრება ამ კონკრეტულად თითო ევროპარლამენტარის, რომელიც არ წარმოადგენს ევროკავშირს, ამაზე იყო საუბარი. რაც შეეხება რომ რა თქმა უნდა პოზიცია არის, რომ მიუღებელია ხალხის და ხელისუფლების გამიჯვნა. ხელისუფლება არის ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული წარმომადგენელი ამ ქვეყანაში. რა იცით, ჩვენმა საზოგადოებამ კიდე ერთხელ
ფიქრობ, ჩვენ სადღაც კიდევ ერთხელ დამწუხდა იმის გამო, რომ გავიხსენეთ რა ხდებოდა 2021 წლის თებერვალში, მაშინ როდესაც მოხდა ნიკამელეს გავიხსენეთ მაშინ და გავიხსენოთ ყველამ ერთად. მაშინდელი სახალხო დამცველის განცხადება, აბსოლუტური ტყუილი, ასეც ისაუბრობდა მაშინ, რომ თითქოს და გახსოვთ რა ტერმინოლოგიით, რომ ხელისუფლება გაბოროტებულია ხალხზე და ამიტომ აპატიონებს ნიკა მელიას. გავიხსენოთ ზოგიერთი დიპლომატის მაშინდელი, მათ შორის ელჩის ყოფილის განცხადება, რომელიც იყო პირდაპირ თავდასხმას ქართულ მართლმსაჯულებაზე და თითქოს ეს აცილებდა საქართველოს ევროატლანტიკურ გზას. გავიხსენოთ მაშინდელი ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება. ნუ აღარ ვსაუბრობ ჩვენ რადიკალურ ოპოზიციაზე. ყველა ორკესტრირებულად მაშინ თავს ეცმოდა ქართულ სახელმწიფოს და გუშინ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ ეს იყო ორკესტრირებული დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, ვინაიდან ნიკა მელიას დაპატიმრება იყო როგორც კანონიერი, ისე ყველანაირად ჩამჯდარი ადამიანის უფლებების სტანდარტებში. ეხლა კითხვა ისმის, აპირებს თუ არა ყოფილი სახალხო დამცველი ბოდიში მოუხარდეს ქართულ ხალხს. აპირებენ თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მაშინ ჯგუფურ განცხადებებს ავრცელებდნენ ამ დაკავებასთან დაკავებით ბოდიში მოუხარდნენ ქართულ ხალხს. აპირებენ თუ არა ყოფილი ელჩები თუ მოქმედები, არ ვიცი ვინც ამ განცხადებებს აკეთებდა მაშინ ბოდიში მოუხადონ ქართულ ხალხს. აპირებენ თუ არა ევროპელი პოლიტიკოსები ბოდიში მოუხადონ ქართულ ხალხს, იმიტომ რომ ცილი დასწანეს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს სახელმწიფოს, თითქოს ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული დაკავება. გუშინ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ყველა ამ ადამიანს უწოდა, რომ ისინი დეზინფორმაციას ავრცელებდნენ ამ საკითხთან დაკავშირებით. ესე იგი, შესაბამისად მე ერთადერთი რასაც მოველი, ეს არის ბოდიში. იმ ხალხის მხრიდან ჩახედეთ არქივს 2021 წლის თებერვალში, ამოიღეთ ვინ რა განცხადებებს აკეთებს და კითხეთ, აპირებენ თუ არა იყვნენ მოიქცნენ როგორც დასრული ადამიანები და ბოდიში მოუხადონ ქართულ ხალხს და შეფერას რა დაუბრუნდეთ თუ შეიძლება გუშინ ჯოზეფ ბორელმა თქვა რომ სტამბოლს ჭირდება დამსახურება. დღეს უკვე რა კონკრეტული გაწეშალა შეფერას დაუბრუნდეთ თუ შეიძლება თემა გახარია თემა გუშინვე გახარიას მან თქვა რომ გასაკეთებელი ბევრიაო. ამ საკითხს ამოვწუროთ, რაც შეეხება ხო მაშინ გიორგი გახარიას საკითხს და გადადგომას, ხომ ეხლა ცდილობენ მისი პარტიის წევრები ცდილობენ რომ ასე ვთქვათ რაღაცნაირად გამართლება მოუძებნო, მაგრამ არ ვიცი. ისინიც იქ იყვნენ იმ უმრავლესობის ხდომებზე, სადაც მეც ვიყავი მაშინ. იქ ვიყავით ყველა, სადაც გიორგი გახარია გვარწმუნებდა, მნიშვნელოვანი იყო მანდატის შეწყვეტა ნიკა მელიასთვის და მნიშვნელოვანი იყო მათ შორის რომ სამართალდამცავ ორგანოებს ემოქმედა. ის გვარწმუნებდა ყველა ჩვენ, მათ შორის აი დღეს რომ მის პარტიის წევრები არიან, ერთად ვისხედით სულ ყველა იმ უმრავლესობის ხდომაზე. და შემდეგ როგორ გადავიდა ამ სიტყვიდან და როგორ პარლამენტმა შეუწყვეტა მანდატი, შემდეგ თავად უარი თქვა კანონის აღსრულებაზე. გუშინ სტრასბურგის სასამართლომ თქვა მათ შორის, რომ მაშინდელი უარი კანონის აღსრულებაზე იყო ჩარევა მართლმსაჯულებაში, ვინაიდან კანონიერ დაპატიმრებაზე სურდა მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, გაეცა ბრძანება ჩარეულიყო პოლიციის ქმედებებში და არ მიეცა მისთვის შესაძლებლობა, რომ აღესრულებინა კანონი. აი ეს თქვა გუშინ სტრასბურგის სასამართლომ. რაც შეეხება რეკომენდაციებს, თავისთავად ჩვენ ერთი რომ მოსმენილი გვაქვს შუალედური ანგარიში ევროკომისიის, რომელშიც საუბარი იყო რა რეკომენდაციებს უყურებენ ისინი როგორც შესრულებელს, სად რა პროგრესი არის. მაშინდელ შუალედურ ანგარიში რაღაც საკითხები ჯერ კიდევ არ იყო ასახული, მათ შორის სხვადასხვა მართლმსაჯულების ცვლილებები სასამართლო რეფორმის მხრივ არ იყო ასახული იმ შუალედურ ანგარიში, ასევე მედიასთან დაკავშირებით აუდიოვიზუალურ დირექტივაზე არ იყო ასახული, ამიტომ ესენიც აისახება და ამასობაში სხვა საკითხებიც არის. ჩვენ გვქონდა საუბარი მაგალითისთვის დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაზე, რომელიც როგორც იცით კომისიამ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, უკვე მისი პროექტი დაამტკიცა და უახლოეს მომავალში მოხდება მიღება მთლიანად ამ პროექტის, ამ სამოქმედო გეგმის და ამაზე გქონდა საუბარი, თუ რამდენად მოცულობითი იქნება ეს საკითხი სასამართლო რეფორმაზე რაც შეეხება. არა, იყო ამ მხრივ იყო დადებით შეფასება, რომ იქნა სამოქმედო გეგმა შემუშავებული და ეგრეთ წოდებული სისტემური მიდგომით მიუყვებით ამ საკითხს. რაც შეეხება სასამართლო რეფორმის საკითხს, იცით რომ თავად ევროკომისიის რეკომენდაციითვე ჩვენ ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას, ჩვენ გვაქვს კომისიის მოსაზრებებიც გარკვეული და ასევე ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც უნდა იყოს უახლოეს ხანში და ამის საფუძველზე გავაგრძელებთ. რაც შეეხება პოლარიზაციას, სხვა ჩვენს მანაც აღნიშნა, რომ პოლარიზაცია
არის თანამედროვე პოლიტიკის ნაწილი, თავარია ის ერთი რამე, რომ ეს პოლარიზაცია, ანუ რაც პოლიტიკური კონკურენციის ფორმაა გარკვეულწილად, იყოს ასე ვთქვათ ცივილიზებულ ჩარჩოებში, რაც გულისხმობს ორ რამეს და ეს თქო სწორედ მან. ერთის ხელისუფლება, ანუ უმრავლესობა, რომელიც არის ინკლუზიური და აძლევს შესაძლებლობას რომ ჩაერთონ პროცესში გადაწყვეტილების შემუშავებისა და ოპოზიცია, რომელიც არის კონსტრუქციული. ეს გაიმეორა მან რამდენჯერმე მაშინ რომ დამსახურების გარეშე სტატუსი არ იღება და გასაკეთებელი არის ბევრი. აი ამ გზავნილით ჩამოსვლა საქართველოში. გიბაზოფენ ჩვენ მოვისმინეთ ესეთი ფრაზა. ხშირად არის დავაყოვეთ. ხშირად არის დავაყოვეთ 73-დან დაკავშირებით და გუშინდელ პრეზიდენტის სიტყვათვის რომ ყველა ინსტიტუტი ყველა პერსონალი თავისი შესაძლებლობების ფარგლებში იმისთვის რომ უნივერსიტეტში ინტეგრაციას წავიდეთ და თუმცა 75% მუხში იმისთვის რაც თავისი უფლება მოსილების ფარგლებში არის. აი ამიტომ როგორ განმარტო ეს ნაწილი ხო, თავისთავად ეს არის манипуляცია, რომელიც რა თქმა უნდა არ ეკადრება საქართველოს პრეზიდენტს, რომლის ფიცი იწყება იმით, რომ ის იღებს ვალდებულებას დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია. და როდესაც ასეთი манипуляცია არის, რომ თითქოს 78 მუხლი საუბრობს იმაზე, რომ ყველაფერი უნდა აკეთოს, ეს რა თქმა უნდა არ არის და არც სიტყვას არც არანაირად მნიშვნელობა ამ მუხლის საუბარია რომ ყველამ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში და ეს უფლებამოსილებები განსაზღვრული არის საქართველოს კონსტიტუციაში, მათ შორის რაც შეეხება საგარეო წარმომადგენლობას, ზუსტად ეს არის განსაზღვრული, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია ეს განახორციელოს, თუ კი მთავრობა მას მისცემს თანხმობას. ამიტომაც არის ეს კაზუსი, ასე ვთქვათ, ასეთი აშკარა და ამოვიდოს ასეთი სამწუხარო, რომ როდესაც პრეზიდენტი, რომლის ფიციც იწყება სწორედ ის, რომ უნდა იყოს კონსტიტუციის ერთგული, ასე აშკარად და ასე უხეშად არ იყოს კონსტიტუციაში. ჩვენ წარსულში პრეზიდენტებთან დაკავშირებით ჰქონდა სხვადასხვა გამოცდილება, მათ შორის ერთი პრეზიდენტი დღეს ყოფილი იხდის სასჯელს, იმიტომ რომ მან სისხლისამართლის დანაშაულები ჩაიდინა, მაგრამ მე არ მახსენდება მდგომარეობა, როდესაც რომელიმე ყოფილი პრეზიდენტი არ ღვევდა კონსტიტუციას და თან ამას ასე აშკარად თავადვე ამბობდა, რომ ის არც, იმიტომ რომ კონსტიტუციის დარღვევა ნიშნავს, რომ ადამიანი არცემს პატივს ქვეყნის ძირითად კანონს და ადამიანი პატივს არცემს ქართულ ხალხს, რომელმაც ეს წესი შეიმუშავა. ამიტომ ქართული ხალხის ასეთი აშკარა უპატივცემულობა და იმის თქმა, რომ არაფრად არ მიაჩნია საქართველოს პრეზიდენტს თუ რა წესი დაადგინა ქართულმა ხალხმა, ის მოქმედებს საკუთარი წესებით, აი ეს არის სწორედ არაევროპული ამ ყველაფერში. თუ კი რაიმე არის შორს ევროპისგან, ეს არის ის საქციელი და ქმედებები, რომელსაც ჩვენ სამწუხაროდ ხედავთ საქართველოს ევროკავშირის წარმომადგენლებს. უსმენდით შალვა პაპუაშვილს. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. ჩვენ ველოდებით ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯოზეფ ბორელის ერთობლივ პრესკონფერენციას, რომელსაც პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. დროებით.